ეს ნიჭიერია. ეს იყო ძალიან მაგარი. რომელსაც ყველაზე მეტად ელოდებიან. ჩემ ძალიან დიდი კომპლიმენტები გქონდა. სახალხო შოუ კულმინაციისკენ მიდის. მე ვიტყვი რომ დღეს ამ სცენაზე კიდევ ერთი ვარსკვლავის დაბადება მოხდა. ეს არის ნიჭიერების შეჯიბრი. სრულიად ახალი სცენიური ეპოქა. მაყურებელთან ურთიერთობის თანამედროვე კულტურა. მაგრამ ძალიან რთულია რეალობის და ილუზიის ერთმანეთსგან გარჩევა. ჩაგრავს ეს ვინა. ეს ხალხის ნიჭით შექმნილი ჩვენი ნიჭიერია. ოთხი, სამი, ორი, ერთი, ნიჭიერი იწყება. მოლოდეს. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი დახვედრისთვის. მოვიდა ორშაბათი, რომელსაც მე ასე ძალიან ველოდებოდი, ასე ძალიან მიყვარს. ჩვენ ისევ ხვდებით ერთმანეთს პირდაპირ ეთერში და მივესალმოთ პირველ რიგში ვის გიორგი, ვის და ჩვენს ყველაზე ერთგულ, ემოციურ, ცოცხალ აუდიტორია. ჩვენ 4 ფინალისტი უკვე ავირჩიეთ. დღეს კიდევ 2 ფინალისტს გამოვავლენთ. ჩვენ სუპერ ნახევარფინალი გველოდება დღეს, ამას ძალიან მალე თქვენი თვალებით დარწმუნდებით. მოდი დავიწყოთ და პირველ რიგში შევხვდეთ ნიჭიერის ჟიურის. მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ტულაძე, იგივე ჯოლა. მობრძანდება ბატიცებული ჯოლა. აბარა, დღეს ზეინი გვაქვს, დღეს ნიჭიერია. ავაცლიეროთ აპლოდისმენტები მივესალმოთ ლევან ტულაძე, იგივე ჯოლა. მსახიობი და ტელეწამყვანი, ყველასათვის საყვარელი რუსკა მაღაშვილი. რა ემოცია, ორი ლამაზი, რა მონარნარებს, მოцხრიალებს. არფატა, რა თქმა უნდა, არუშვებენ. დავუშვი და ხალხი არუშვებს. მივესალმოთ რუსკა მაღაშვილი. რუსთავიორის გენერალური დირექტორი ნიკა გოვარანია. მიმართულად მოემართება ნიკა. მივესალმოთ, ნიკა გოვარანია. საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა. ეხლა ლამაზია დღესაც. ესაც რამჩენიერია ჩვენი პირველი ლედი. ხალხი არუშვებს, ხალხი ეხუტება. ასე უნდა, სწორია. ეთრი. აბარა. ანტელი. მივესალმოთ მაკა ჩიჩუა. რუსთავიორის სახე და ტელეწამყვანი სალოდომაშვილი.
ეხება მიზან მიმართულად. აბა რა? მივესალმოთ კიდევ ერთხელ საულ ყუდუმაშვილი. მოგესალმებით პატრიცემულო ჟიური, მოგესალმებით იკა, მიხარია რომ დაგვიბრუნდი და აქ ხარ. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები მეგობრებო. და სანამ დავიწყებთ, მოდით თქვა თუ რა პრიზს მიიღებს გამარჯვებული. გამარჯვებულს კომპანია Salvus Development გადასცემს ოროთახიან ბინას ბათუმის ცენტრში დასრულებული რემონტით Salvus Batumi. Salvus Development-ი წარმოგვიდგენს ახალ პროექტს. მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს Salvus Apart Hotels. Salvus Apart Hotel-ი თქვენი გონივრული ინვესტიციაა. და ეხლა მივესალმოთ ჩვენს მეგობარს ნიკა გრიგოლიას, რომელიც იმყოფება საგას ოთახში და გავიგოთ ვინ არის პირველი. ნიკა. მოგესალმებით მეგობრებო. საგას თბილი და კომფორტული ოთახიდან, სადაც ჩვენს კონკურსანტებთან ერთად ვარ გამაგრებული ტრადიციულად ჟღიამული, აქედან ჩვენი ჟღიამული და გოგონა, რომელიც ახლა ჩემს გვერდით დგას, პირველი კონკურსანტი გახლავთ ის, დამიჯერეთ. ეს გოგო გახლავთ ბოლივუდის მომავალი ვარსკვლავი. მოვა დრო, როდესაც მithum ჩაკრაბორტი და ამიტაბ ბაჩანი თავად თხოვენ მას, დიახ ბატონი ამიტაბხი თავად თხოვს ნინოს, რომ მათთან ერთად ფილმში ითამაშოს. და მისი სილამაზე, აიშვარია რაის სილამაზეს გადაფარავს საერთოდ. როგორ ახარ ნინო? ნინო მახარაშვილია, ეხლა ჩემთან ერთად ის იქნება პირველი კონკურსანტი, ხომ არ ნერვიულობ? იცი რა კარგი იქნებოდა ხერო მიდგას და ხიდან ესე თავი გამოგვეწია და მივსალმებოდით ყველას გამარჯობა. შეიძლება, მაგრამ არა უშავს, ჯობია ნომერი ვთქვათ. ეხლა რომელზეც აუცილებლად უნდა დაგირეკონ, რომ შენ მოხვდე ფინალში. 0-9-300-300 ვურეკავთ ნინოს, თუ გსურს მისი ნახვა ფინალში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეცა მოცნ ცულებს ის სცენისგან, ჩვენ კი იქამდე ვნახოთ ვიდეო. გადავირი. მიყვარხარ, შემიყვარდი. გიждები შენზე. ახლოდან კიდევ უფრო ლამაზია. მე ვეუბნები კი. მეც კი ვეუბნები. კი. მე კიდევ ვაკაცებ და ისე. ნიმურა. ცეკვას გარდა მიყვარს კიდევ ხატვა და მაქვს ბევრი ნახატები. ინდური ფორმები დამიხატავს და ინდუელი მოციქულები. ყავს მეგობრები, რომლებსაც ჩემსავით უყვარს ინდური ცეკვები. ანუ ვინები მიყარით, ეს გაისწორე, ესეც გაისწორე. ინდიური ჯესტების ენაზე ჩემო მეგობრებმა ახლა მითხრა მის როლს წარმატებებს და მეც ყველანაირად ვეცდები რომ კარგად გამოვიდე სცენაზე. ნინო მახარაშვილი. मेरे ढोल ना सुन मेरे प्यार की धुन मेरे ढोल ना सुन दिल फिकर आजा इधर बीट पे लगा ले तू ठुमका 1 2 3 4 get on the dance floor.
სასწახოვ ბოლივუდში სიტყვა შემაწია დიდ მითხუნთან თუ შეიძლება ნიკა გისმენთ შეგვაფასეთ თუ შეიძლება მე მაინც მეგონა მაკა დაიწყებდა ნინოსთან ნინოს შემთხვევაში და სტატუსითაც მოგესალმებით მიხარია რომ აქ ვარ მე მგონი ნინო ძალიან გაიზარდა შესარჩევი ტურის შემდეგ და მგონია რომ ზოგადადაც ძალიან კარგი გოგოა ის რომ ინდური ცეკვა არ არის მარტივი საქმე ეს ფაქტია ის რომ ადამიანი რომელიც არასდროს ამისთვის სპეციალურად არ მომზადებულა ასე თვითდინებაზე შეუძლია რომ ასე იცეკვოს მისთვის უცხო კულტურის ცეკვა მე ვფიქრობ რომ ძალიან მაღალი შედეგია ამიტომ მე ვფიქრობ რომ ნინოს ძალიან მაღალი შანსები აქვს იმისთვის რომ ფინალში გაძვრეს ამ ნახევარფინალიდან დიდი მადლობა ნიკა ჭოლა თქვენს გითხარით ძალიან კაი გოგონა ძირფასო ხალბატონო ნინო ძალიან კარგი არტისტიზმი გაქვს არაჩვეულებრივ თავისუფლებითა და სილაღით შემოვარდით ამ სცენაზე პირველი ნომერი ყოველთვის ორჯერ სამჯერ უფრო მძიმეა ვიდრე ყველა დანარჩენი და თქვენ ისე გეგონება გახურებულ დარბაზში შემოვარდით ძალიან თავისუფლად ძალიან საინტერესოა რატომ გადაწყვიტეთ ინდური ცეკვა რატომ შეიყვარეთ მაგრამ მეორეს მხრივ თუ გავიხსენებთ ღეფისტაოსანს ნესტან დარეჯანის ინდოეთის პრინცესა იყო და შეიძლება ზუსტად ასეთ ცეკვას უცეკვავდა უცეკვა ტარიელს არ არის გამორიცხული ამიტომ ძალიან კაი გოგონა ხარ და მე ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ და ვუსმენთ პირველ ლედის მაკა თქვენ ყველა ძალიან მოგეწონათ მე როგორც მახსოვს კასტინგზე ნინო ძალიან მომწონხარ ეხლაც ძალიან მომწონხარ პირველ ჯერზე რო გნახე მაშინაც მომეწონე ვარსკვლავებს და სილაღეს აფრქვევ ლამაზი ხარ გიხდება ეს როლი გიხდება კარგად ართმევ თავს და კიდევ ალბათ მომავალში კიდევ უფრო დახვეწავ ძალიან მომწონხარ და ძალიან კარგი იყო დღეს შენი ნომერი დიდი მადლობა ჟიურის მე კი მაყურებელს მოუწოდებ თუ გსურთ რომ ნინო იხილოთ ფინალში თუ მისი გულშემატკივარი ხართ სწორედ ის დროა ეხლა რომ მოიმარჯოთ მობილური ტელეფონები და დაურეკოთ მას ნომერზე 093003301 და ხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ ნინო მახარაშვილი ნიჭიერის პარტნიორია ემას კრედიტი, სწრაფი და სანდო ონლაინ კრედიტი. ახლა უნდა გადავინაცვლოთ საგას ოთახში ნიკა გრიგოლიასთან. ნიკო! აქ ვარ ვანიკო და მშვენიერი მეგრელი ქალბატონები არიან ახლა ჩემთან ერთად კოლხური ტრიო სენაკიდან. გუმორძგუათ. გუმორძგუასკენ. მჯორეთ. გვანდეჭკირო. სკანკოლი ვაფირომა. სამარგალო. მეგრელი ქალბატონების ნომერი უნდა გითხრათ ახლავე რომელზეც უნდა დაურეკოთ მაგ წესე ჩქარი მეგრული თითებით. და არა მარტო მეგრული. 093003302 კოლხური ტრიოს ნომერია ეს. თუ გსურთ მათი მოსმენა ფინალში. მოდიან ისინი სცენაზე რომ ძალიან მაგარი სიმღერა მოგასმენინონ, ჩვენ კი იქამდე ვნახოთ ვიდეო. Perché farciala yananina ashqini qawaliya ashqini qawaliya Bravo! მე ამაყება ჩემი კოლხეთი. გიждდები. მაგო. გელოდები შემდეგ ტურში აუცილებლად. ეკუ ხوار დაგვაგვიანდა ისო მოგუყვას ბელა ეხლა მე რა ნუყასის უნდა ვიმღეროთ ბელა ხამადაძე დარეჯან ფაჩულია ეგა გოგოა კოლხუტრიოს უამრავი კონცერტი აქვს ჩატარებული როგორც საქართველოში ასევე მაშინდელ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. შეხვედრები ჰქონდა პრეზიდენტებთან,
მათ შორის იყო ბატონი მიხეილ გორბაჩოვი, ედუარდ შევარდნაძე. ღირსების ორდენის კავალერები ვართ საპატიო მოქალაქე სენაკის გაგვიხსნეს ვარსკვლავი სენაკში. ეს არის ჩვენი ვარსკვლავი, რომელიც გაგვიხსნა სენაკელებმა, სენაკის ხელმძღვანელობამ. ამაზე დიდი ბედნიერება ჩვენ არასოდეს არ ვღირსებია. აგეჩვენე. Pensavo per dei denti. წარსულში ჩვენ ტრიოს ძალიან ბევრი წარმატება ჰქონდა, მაგრამ დღეს გვინდა ჩვენ ფეხი აუყოლოთ იმ თანამედროვეობას, რაც არის დღევანდელ დღეს. და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ნიჭიერში ვღებულობთ მონაწილეობას. ხალხური ტრიო საკმარისია, მადლობ. მოვუსმინოთ ჟიურის მაგა გისმენთ. ჩემი კოლხეთი ნიჭიერის სცენაზე. ჩვენიო ნიკა მისწერებს. მართალი ხარ ნიკა, უკაცრავად. ჩვენი კოლხეთი. ყოველთვის მე ამაყება, როცა მეგრულ სიმღერას უსმენ. ამ შემთხვევაში თქვენი ბაგედან მოდის. ბედნიერი ვარ. და აი ესეთივე ბრჭყვიალა განცდა მაქვს ხოლმე, როგორც თქვენი კაბებია, როცა ჩემი მამულეთის ბგერები მოდის ჩემთან ძალიან ახლოს და ძალიან მეხება. არაჩვეულებრივად იმღერეთ და დიდი მადლობა ამისთვის, რომ მოხვედით და მოასმენიდეთ მთელ დარბაზს. მადლობ. მადლობა ნიკა რას გვეტყვის? თქვენ? რო არ დაგიმალოთ პირველი ტური უფრო შთამბეჭდავი იყო ჩემთვის. შესაძლოა იმის გამო, რომ სიმღერის არჩევანი იყო სხვა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მე მგონია, რომ ეს ტრიო არის ერთი წამით თქვენი ხმა სამწუხაროდ არის ის ეხლავე ზალიკოს გადაუბრუნდა, დაგიბრუნდებით თქვენთან, ზალიკოს დავიწყოთ. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ
სამეგრელო შვილი ვიყო, რომ ამ სიმღერის მთელი სიღრმე შეიგრძნოს ადამიანმა. არ შემიძლია არ დაგეთანხმო. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგად მაყურებლის დამოკიდებულება ზოგადად თქვენი სიმღერის მიმართ დარბაზმა გამოხატა, იმიტომ რომ მთელი სიმღერის განმავლობაში ტაშის ფონზე მიმდინარეობდა თქვენი შესრულება. და კიდევ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. ეს ყველაფერი ხო ჩვენთვის ძალიან ახლობელია და ბევრჯერ მოსმენილი გვაქვს და ბავშვობიდან მოგდევს ეს სიმღერა. ჩვენთვის არ არის ეს უცხო. თუმცა ალბათ ქართული სიმღერის მთელი გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მოსმენა ახალი აღმოჩენაა მაინც. და თქვენ ეს დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ. უსმენ ჩვენს გენერალურ დირექტორს, გენერალურ დირექტორს. ეხლა ისმის სპეციალურად გამორჩეულად მიკროფონული გამოსვლამა. მე ზოგადად ძალიან მიყვარს მეგრული სიმღერა, ალბათ გასაკვირი ეს არ არის. და განსაკუთრებულად ამ ტრიოს შესრულებით, იმიტომ რომ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი და ძალიან, როგორ გითხრათ, ორგანული არის მათი შესრულებით მეგრული სიმღერა. მათ იციან ზუსტად რას აკეთებენ. მაგრამ რო თქვენს კლიპში რომ რაღაცა ახალი უნდა ვცადოთ და თანამედროვე, მე სულ ბოლომდე მეგონა რომ რაღაცა განსხვავებულში გადაიზრდებოდა ეს ყველაფერი, ცოტა გული დამწყდა რომ ესე არ მოხდა. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებ რომ ფინალში გადავლენ და ფინალში ამას შეძლებენ. მადლობთ დღევანდელი დღისთვის. მადლობა ჟიურის, მე კი მაყურებელს მიმართავ. თქვენ თუ თვლით რომ კოლხური ტრიო უნდა იხილოთ ფინალში, მაშინ ეხლავე უნდა დაურეკოთ მათ ნომერზე 093000302. ხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ. კოლხური ტრიო! პროექტის პარტნიორია კომპანია SAGA. SAGA ცხოვრება გამარტივებული. ყოველი ლაივის ბოლოს SAGA დაასახელებს ერთ-ერთ რჩეულს და მას გადასცემს შანსს, რომ მოიპოვოს გადავიდეს ფინალში. ამ ყველაფერს უფრო კარგად ნიკა გრიგოლია გვეტყვის SAGA-s ოთახიდან. ნიკა! ვანიკო, როგორც ვიცით, ყოველი შოუს დასასრულს, როდესაც ჩვენ უკვე გვეცოდინება ორი ფინალისტის სახელი, ამის შემდეგ დარჩენილი კონკურსანტებიდან ერთ-ერთ SAGA კიდევ მისცემს შანსს, რომ მოხდეს ფინალში. 4 ასეთი რჩეული გვეყოლება 4 ლაივის განმავლობაში და მათგან ის კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს SAGA-s ოფიციალურ Facebook გვერდზე, იქნება დამატებით ფინალისტი. ახლა კი რა ხდება ჩვენს ოთახში? Swagger's Dance Studio! სუპერ გოგონები არიან. ჩემთან ერთად, რომლებიც ცოტა ხანში გამოვიდნენ სცენაზე, დაუბრახუნებენ, დაუტყაბუნებენ, დაუბრაგუნებენ, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ ეს ყველაფერი იქნება ძალიან კარგი სანახავი და ძალიან სასიამოვნო მოსასმენი. მზადა ხართ მეგობრებო? მაშინ ნომერი უთხრათ მაყურებელს, რომელსაც უნდა დაურეკოთ აუცილებლად. 093000303. Swagger's Dance Studio. სულ ცოტა ხანში საოცარი ბრაგუნი და ბრახუნი ატყდება ფილარმონიის სცენაზე. ჩვენ იქამდე ვნახავთ ვიდეოს. ეს ნომერი იყო ტიპიური მაგალითი იმისი, როგორ შეიძლება მარტივი იყოს გენიალური. ჩვენ ვართ ჯგუფში 40 გოგო. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ვართ, ჩვენ მაინც საუკეთესო მეგობრები ვართ და ერთად დიდ დროს ვატარებთ. გარკვეულწილად ეს ყველაფერი კარგია, რადგან Facebook-ზე ფოტო არ გაქვს დადებული, უკვე 40 ლაიქი გაქვს, ასევე შეგიძლია ნებისმიერთან იჭორაო, დაგიდგებიან გვერდში და ასე შემდეგ. თუმცა ამ ყველაფერს აქვს თავისი მინუსები. კიდევ ის არის, რომ 40 ბავშვის სინქრონი ძალიან რთულია, ხან ერთს ეშლება, ხან ერთს მეორეს და საბოლოოდ არეულობა. სულ ცუდზე რო ლაპარაკობთ 40 საჩუქარი დაბადების დღეზე, კარგი არ არის? მე ხო. და ერთი რომ შოკოლადს იყიდეს, მე 39 გოგოს რომ უნდა. შოკოლადი არავის არ გინდათ? მე. ბავშვობა, სავარვატები და ამადი შენ გადავიდა. ჩვენ
40-ვე გოგოს ძალიან გვინდა რომ გადავიდეთ ფინალში, რადგან ვანახავთ მაყურებელს ჩვენი მაქსიმუმი და კიდევ ერთი გასხვავებული ნომერი. Swagger's Dance Studio. ჟიური ფეხზეა. ბრავო. მომწანდით, 100. აი. რუსკა, თუ შეიძლება თქვენი დავიწყოთ. ისეთი მაგარი იყო ეს ყველაფერი. ვერ ვждები სკამზე, იმიტომ რომ ძალიან ველოდებოდი კასტინგის შემდეგ ძალიან მომეწონა თქვენი ნომერი და ძალიან ველოდებოდი. სულ რო იგივე გაგეკეთებინათ, ძალიან მომეწონებოდა, მაგრამ ეხლა ისეთი მაგარი იყო და ისეთი მუხტი მოდიოდა თითოეული თქვენთაგანისგან და ეს ბოლოს ფანრები რო აანთეთ საერთოდ და არ ვიცი სიტყვები არ ყოფნის, ძალიან მაგრები ხართ. ძალიან მინდა რომ ფინალში იყოთ. ძალიან მინდა. ჭოლა გისმენ? ძალიან გამიკვირდა. ბავშვებო, რო გნახეთ კულისაში, სადაც მოაწყეთ ნამდვილი არმაგედონი, მანამდე ვერ წარმომედგინა ესეთი დაალაგებული და ესეთი სინქრონ და აი ესეთი ორგანიზებული ბავშვები თუ იქნებოდი. საერთოდ მიკვირს საქართველოში სამკაცზე მეტი რო ერთიანად რაღაცას აკეთებს, არ ეჩხუბება ერთმანეთს და ამდენი რო ერთად ახარ და ამდენი ასე ძალიან კარგად ახარ. ძალიან კარგი იყო, აი ენერგიის გამოცემის ყველაფრის. დავიმუხტე, გავიზარდე, გავბედნიერდი და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ თქვენი, შვილებო. დიდი მადლობა. ზალიკო. რუსკამ თქვა წეღა რომ იგივე რო გაეკეთებინათო, მაინც მაყოფილი ვიქნები. არ ვიქნებოდე მაყოფილი იგივე რო გაეკეთებინათ. სიმართლე რო გითხრათ, კარგი ხანს ვფიქრობდი რა. იმიტომ რომ ვიცოდი რომ ხელებზე იყო გადატანილი მთელი აქცენტი და ხელებით უნდა შეგესრულებინათ ნომერი და მაინც ვარაუდი მქონდა რომ გამეორება იქნებოდა ძველი ნომრის. თუმცა თქვენ რაც ეხლა გვაჩვენეთ,
ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო. თქვენ არა მარტო კარგად ცეკვავთ. ძალიან მაგარი განათების ოსტატებიც ყოფილხართ თურმე და ეს ყველაფერი სინქრონში როგორ გააკეთეთ, ჩემთვის ამოუხსნელია, მაგრამ ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი. სასწაული ბავშვები ხართ, სასწაული და მე ველოდები ფინალში კიდევ ახალს რა შემოგთავაზებთ, მაინტერესებს. ნიკა, ისმენ? მე მინდა სცენაზე მოვიწვიო ბატონი მარგველაშვილი. არ შემშულია. ბატონი მარგველაშვილი, დიახ. ნუ შენ ახლა მარგველაშვილების მიმართ სისუსტე გაგიტო. ხო, ისეთი დადგმაა გაკეთებული და ისე ასრულებენ, რომ ეს რაღაცა საერთო მთლიანობაში გამოვიდა არაჩვეულებრივი. ბატონი მარგველაშვილი ყველაფერს მართავდა. მაგრამ ვიც აძლევდა კიდე მარგველაშვილები მართავენ ზოგადად, ეხლა ეს დროა საქართველოში და მართლა ბრავო. ყოჩახთ რომ აი ამ ხელა ჯგუფისგან ესეთი ორგანიზებული და ესეთი ეფექტური, ესეთი დადებითი მუხტით. ძალიან მაგარი იყო გოგოებო სინამდვილეში. ძალიან დიდი ხანი გამოწერილი მქონდა რომ წოლილიყავი სიმშვიდეში და აი ეხლა ვიგრძენი რომ გამოვხიზლდი და გარეთ გამოვედი და დაიწყო ჩემთვის სამყარო. დიდი მადლობა ჟიურის. დიდი მადლობა ჟიურის მაყურებელს კი მოუწოდებ თუ გსურთ აი ესეთი ძალიან მაგარი სანახაობა ფინალში ციხილოთ მაშინ ეხლავე უნდა დაურეკოთ მათ ნომერზე 0933303 და ხურვალი აპლოდისმენტებით გავასწავლოთ შვაგერს დენს სტუდიო! Bravo! პროექტის პარტნიორი და ექსტრემალური ნომრების მზღვეველია სადაზღვევო კომპანია ალფა. ალფა განვითარების 7 წლიან პერიოდს ითვლის და 100%-ით ქართულ კაპიტალზეა დაფუძნებული. ალფა ორიენტირებულია მომხმარებლის კომპლექსურ და ხარისხიან მომსახურებაზე და როგორც მიხვდით ახლა დიმა ობოლაძესთან უნდა გადავინაცვლოთ და გავიგოთ თუ რას და ვის გვიმზადებს დიმა ახლა. დიმა? გამარჯობა. ვანიკო, გიორგი გამარჯობა. ჟიურის მიესალმები ტელემაყურებელს დარბაზში. შეკრებილ მაყურებელს დამთარია საქართველოში, მაგრამ ჩვენ ეზოში არ ცივა. ქართველი ბაიკერები არიან შეკრებილები. სტანტერ 13 ჩვენი პოლონელი სტუმარის ხარდასაწერად. არ ვიცი ისმის თუ არა ჩემი ხმა, მაგრამ ეს ძალიან მაგარი ნომერი გვერდის. რუსთავი 2-ის ეზოდან. არ ამგონია რომ ისმოდეს. ცოტა ხანში ვნახავთ ჩვენ ერთად იმ ყველაფერს რაც მოხდება ჩვენთან ეზოში. მადლობა, იმათა ხოდი გადავინაცვლოთ ბარამბო და ზედარის ოთახში დუკასთან და ლიკასთან. ლიკა დუკა. მესალმები თქვენ და მიესალმებით ჩვენს მაყურებელს ბარამბოს და ზედაზენის ოთახში ვართ მე დუკა და ჩვენი ნახევარფინალისტების გულშემატკივრები. მედალიკუნა უკვე შევკრიბეთ ჩვენ ნახევარფინალისტების გულშემატკივრები და ხმამაღლა ვამხნევებთ ყველა ნიჭიერს. 6 ნახევარფინალისტიდან 3 ახლა თქვენთან შესახვედრად ემზადება და ესენი არიან უნიჭიერესი ბავშვების პარაორკესტრი, ასევე ფსიქოილუზიონისტი ავთო გოგეშვილი და დუკა ვისაც შენ განსაკუთრებულად ელოდი პოლონელი ბაიკერის სტანტერ 13 მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ფრისტაილში. დარწმუნებული ვარ ყველა მოუთმობლად ელოდებით ნახევარფინალისტებს. მე კი შეგახსენებთ რომ მხოლოდ გულშემატკივრობა საკმარისი არ არის. თქვენ უნდა დაურეკოთ თქვენს შეულს, რათა ისინი მოხვდნენ ფინალში. სხვათა შორის, აქ შეკრებილი ნახევარფინალისტების გულშემატკივრები სწორედ ასე იქცევიან. ჩვენ რა თქმა უნდა ზედაზენისა და ბარამბოს ოთახში განვაგრძობთ აქტიურ გულშემატკივრობას და ცოტა მაშინ აუცილებლად დაგიბრუნდებით ისევ ჩვენი კონკურსანტების გულშემატკივრებთან ერთად. ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და მესამე ნახევარფინალი გრძელდება. შეგახსენებთ ნიჭიერს წარმოგიდგენთ ლიმონათის ზედაზენი. გემრიელი ლიმონათი, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინგრედიენტს და ეს არის ხოლო ნიჭიერის სპონსორია ბარამბო. ბარამბოს ახალი გემრიელი და მეგობრული შოკოლადი ფრენსი. კამფეტების ნაკრები. ფრენსი. ვიმეგობროთ, ვანო. ისტ-პოინტის საახალწლო ქალაქად გადაიქცა თბილისის ცენტრიდან 12 წუთში თქვენ შოპინგის, დასვენების და გართობის ქალაქი დაგხვდებათ. გაიხანგრძლივეთ საახალწლო განწყობა ისტ-პოინტში. და გადავიდეთ ნიკასთან. ნიკო! ნიკო! ვანიკო გიმშო, ჩვენ აქ ვართ საგას თბილ და კომფორტულ ოთახში და ჩემთან ერთად ახლა დგას პარაორკესტრის წევრების ნაწილი, ჩემი მეგობრები. ნაწილი კი სცენისკენ გამოემართა იმისთვის, რომ მიუსხდნენ თავიანთ ინსტრუმენტებს და ძალიან მაგარი კომპოზიცია შემოგთავაზონ. გახსოვთ ალბათ ჩვენი მეგობრების გამოსვლა, როდესაც მათ შეგვისრულეს ჯადოსნური კვერცხის მელოდია. დღეს კი ახალი კომპოზიცია მოგვიმზადეს, ისინი მზად არიან. ჩვენ უნდა გითხრათ ნომერი, რომელზეც უნდა დაგვირეკოთ აუცილებლად იმისთვის, რომ ფინალში მოხვდეთ.
გამაგრებული 9-3-3-4 ვურეკავთ არა ორკესტრს იმისთვის რომ მათ მოусმინოთ ფინალში მოდიან ისინი სცენაზე ჩვენ კი იქამდე ვნახავთ ვიდეოს ყველამ ზუსტად იცის თავისი პარტია და შეუცდომლად დაუკარით. დიდი მადლობა თქვენ, რომ ბავშვებთან მუშაობთ და აყვარებთ მუსიკას. შეგინდა სამსამ. მე ხოლმე. მე იმუშავე. ნინა, შენ რა იგე, ნინა? მე? ო. არა ორკესტრი
დარბაზი ფენზეა ბავშვებო, რა მაგარია. და დავიწყოთ შეფასება, თუ შეიძლება ნიკა გისმენ. არა ვერ მისმენ. არა და გამოვიდე. მოვა. ნიკა მოემართება? მოვა. ეხაც. Ocha. სინამდვილეში მე პირველად მქონდა ეგეთი განცდა, რომ ძალიან მაგარი ბავშვები არა მხოლოდ უკრავდნენ, არამედ ცეკვავდნენ და გვაჩვენებდნენ თავის, როგორ თქვა, ემოციას, ოჩა. ემოციასაც და იმას, რაც ძალიან დიდი ხანი უნდათ, რომ გვაჩვენონ, მაგრამ ჯერჯერობით არ ქონიათ შესაძლებლობა. ეხლა ეს შესაძლებლობა მოგეცით. მაგარი იყო, ხო? მე ძალიან მაგრამ მომეწონა, ძალიან. ცოტა რაღაცა იტალიური ნეოკლასიკური კინოდან გოგო არ არის ეს ჭოლა? აი ცოტა ფელინის ნეოკლასიკიდან თუ ნეოკლასიკა ხო არის ფელინი? იმაშლება. სიამოვნებაში ძალიან მაგარი იყო და ყველანი აქ ვინც ავართ და დარბაზში გთხოვთ რომ აუცილებლად ამათ დაუმესიჯოთ. აუცილებლად ესენი არიან დაურეკოთ ბოდიში. ესენი არიან ყველაზე უფრო ნიჭიერები და კეთილები ამ ქვეყნაში. 0-9-3-3-3-4 მაგა ფენზეა, ხოთ მაგა თქვენ შეგვაფასეთ, თუ შეიძლება. ყოველ ჯერზე მათი გამოსვლა, თქვენი გამოსვლა არის რაღაცა დღესასწაული. როგორ ახერხებთ ამას არ ვიცი. ეხლა განსაკუთრებულს ისეც ხო არაფერს არ უკრავთ, რომ აუ ყველა გადავირიეთ, მაგრამ თქვენი აი ნიკა გადაირიე. თქვენი გამოსვლა არის ნამდვილი დღესასწაული. შენ როგორ იცეკვე არაჩვეულებრივად, შენ. რა მაგრა ისროლე, ქუდი. როგორ კარგად გამოგივიდა ეს, როგორ ზუსტად ისე აკეთებ ყველა მოძრაობას, რომ გიხდება. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო. კიდევ ერთხელ ყველა გაახარეთ. თქვენი მუსიკალურობით. მადლობა თქვენს უსაყვარლეს მასწავლებელს, რომელიც მუდამ თქვენთან არის და თქვენთან ერთად შრომობს, რომ თქვენ ესე კარგად შეასრულოთ ესეთი კომპოზიციები. დიდი მადლობა მაგადა ჭოლა რას გეტყვი? მეც ვიტყვი რომ ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო იმისთვის რომ ესეთები ხართ. თქვენი ესეთი სიცილი, თქვენი აბსოლუტური თავისუფლება მიადვილებს ცხოვრებას მე და ჩემდაერ დამძიმებულ გლახა ადამიანებს. ჩემდაერ ყზოებს და ჩემდაერ დამძიმებულებს. მადლობა თქვენ ძალიან დიდი მადლობა ბავშვ პატარებო, გოგოებო. მოცეკვავე საოცარო ესმერალდა გენაცვალე ძალიან მაგარი გოგო. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჟიურის, მე კი მაყურებელს მოუწოდებ თუ გსურთ და გულშემატკივროთ პარაორკესტრს და გსურთ იხილოთ ისინი ფინალში, მაშინ დაურეკეთ მათ ნომერზე 0-9-3-3-3-4. დიდი მადლობა პარაორკესტრს და გადავინაცვლოთ ნიკა გრიგოლიასთან. ნიკა, რა ხდება მან? ვანიკო, ჩვენთან ხდება ჟრიამული, რა თქმა უნდა, საგას ოთახში. და ვიდრე შემდეგ კონკურსანტს წარმოგიდგენდეთ და გამოუშვებდე მას ფილარმონიის სცენაზე, მე კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ მას შემდეგ რაც შოუს ბოლოს ჩვენ უკვე გვეცოდინება ორი ფინალისტის სახელი, სადაც ერთს დაასახელებს ჩვენი ჟიური, ხოლო მეორეს აირჩევს მაყურებელი. საგა კიდევ ერთ კონკურსანტს დარჩენილებიდან მისცემს შანსს, რომ მოხვდეს ფინალში. 4 ასეთი კონკურსანტი გვეყოლება ჩვენ 4 ლაივის განმავლობაში და მათთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება საგას ოფიციალურ Facebook გვერდზე. ის კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, იქნება დამატებით ფინალისტი. ახლა კი მეგობრებო, აპლოდისმენტები ჩემს გვერდით დგას ავთო გოგეშვილი. ვიზუალურად ქართველი ედუარდ ნორტონი, რა თქმა უნდა, და შინაარსობრივად მე ვერ ვიტყვი.
შინაარსობრივად ვინ, იმიტომ რომ ფსიქოილუზიაში ავთოს მეც არ ვიცნობ არავის. არც ვიცი ვის შეგადარო. მოკლედ არც ვარ ძლიერი ფსიქოილუზიაში, შეიძლება პირდაპირ გითხრა ავთო. ვიცი რა მინდა გითხო, მზად ხარ რომ გახვიდე სცენაზე, გაგვაუცო, გამოგვაშტერო, მოგვატყო და თან წარბიც არ შეგიტოკდეს, როგორც აკეთებ ხოლმე. მზადა ხარ? ისე შეიძლება რომ ვნახო საერთოდ წარბი მოძრაობს თუ არა შენი, ჩემი ხელით მაინც. კი, დოკავს მეგობრებო. ანუ თუ მოინდომებს შეუძლია. ძალიან კარგი, ახლა უთხრათ შენი ნომერი მაყურებელს, რომელზეც აუცილებლად უნდა დარეკონ. 0-9-3-3-3-3 5 ურეკავთ ავტოს თუ გსურს მისი ილუზიები ვნახოთ ფინალშიც. მოდის ის სცენაზე, ჩვენ კი გამდე ვნახავთ ვიდეო. აიჩო ერთი კლასელი, რომელიც გინდა. მაინტერესებს ამ ადამიანს ხვეულით მაქონდა თუ არა? არა. არა. აჩვენე დანარჩენ ჩემთან ხარ მართალია? ზვიადი. გაიწოდა ხა მოსვიადი. დიდი მადლობა. რუსკა. გაიხსენე შინაური ცხოველი, ყავდა თუ არა? ყავდა, ხო? კი. ტომი. ეხა ტომი წერია? აჩვენე. მე ახტოვანებული ვარ შენი. ძალიან მომეწონე, ასე რომ მე შენკენ ვარ თავიდან ბოლომდე. არსებობს ადამიანების ტიპაჟები, რომლებიც უფრო მეტად შთაგონებადები არიან და რომელზეც უფრო მარტივად შეიძლება ზემოქმედების მოხდენა, რაც პირდაპირ კავშირშია ხელოვნებასთან, რასაც ქვია მენტალიზმი. ერთ-ერთი მთავარია იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმ ეფექტს, რასაც ქვია აზრების კითხვა, სხეულის ენა და თვალები. წარმოიდგინე ორნიშნა რიცხვი, რომელიც კავშირშია ემოციურად შენს ოჯახთან. კარგი? წარმოიდგინე და მინდა რომ თვალი გააყოლო ჩემს თითს. ოცდაოთხია? აუ, რანაირად გამოიცა ჩემი სისასაკი და თან რა თქმა უნდა ოჯახთან არის დაკავშირებული, ვსავერი მივხვდი. მინდა რომ წარმოიდგინო უზარმაზარი თეთრი ეკრანი და მასზე შენი პირველი შეყვარებული სახელი. შეგიძლია ამის გაკეთება? კი, წარმოიდგინე და მინდა რომ თვალებით დაწერო ის. არის პირველი ასო. კი თუ არა? ანა არის? ანა. ხო? ვინანდა? ანა წარსულს ჩაგვარდა რამდენი ხანი. წარმოიდგინე ციფერბლატი და მასზე კონკრეტული დრო, წარმოიდგინე. ხო? და მინდა რომ ეფიქრო საათის დიდი საგზე. 6 საათია? კი, 6 საათი მაგრამ შენ საიდან ხარ? კაი რა, რატომ აგიჟებ? გეხვეწები რა. ფიქრობ რომ ეს ის თემაა, რაც ყოველთვის აინტერესებდათ ადამიანებს, აზრების კითხვა და მენტალიზმი და მაყურებელს ვპირდები ძალიან საინტერესო სანახაობას. ავთო გოგეშვილი. მოგესალმებით. ჩემი დღევანდელი ექსპერიმენტი შეეხება აზრების კითხვას. დამერწმუნეთ, ეს უნარი მეტნაკლებად თითოეულ თქვენგანშია. სწორედ ამიტომ ამ ექსპერიმენტის მონაწილე იქნებით თითოეული თქვენგანი. არ აქვს მნიშვნელობა დარბაზში ხართ, ჯივრის წევრი ხართ თუ სახლში უყურებთ ტელევიზორს. დახმარებისთვის მინდა ვთხოვო ბატონ ლევან წულაძეს მოვიდეს ჩემთან. აპლოდისმენტები მას. ორი მიზეზი აქვს თუ რატომ ვთხოვ ბატონ ლევანს დახმარებას. პირველი მიზეზი არის ის, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა ჩემს არც ერთ ექსპერიმენტში. მეორე მიზეზი არის ის, რომ თავიდან ფიქრობდი რუსკას, თუმცა მოდი ყველამ დავაფასოთ ის წამი, როცა რუსკა წყნარად მშვიდად ზის სკამზე და ხმას არ იღებს. პირველი. შემდეგ ფიქრობდი პირველ ლედის, თუმცა ძალიან დიდი მადლობა. გთხოვ დაიკავოთ თქვენი ადგილი. თუმცა არ მინდოდა საჯარო გამეხადა თუ რაზე ფიქრობს პირველი ლედი. შემდეგ ფიქრობდი ნიკასაც, მაგრამ უეცრად ძალიან შემეშინდა, როცა ნიკა ვიფიქრე, იმიტომ რომ შეიძლება და უღაც უეცრად ზურგიდან მოსულიყო და თავს დასხმოდა, ამიტომ, ზალიკოზე სიმართლე გითხრათ, არ მეფიქრია. ბატონო ლევა. ისე ერთიან რო იცოდეთ სხვა შორის. უკვე. ჩემი კოლეგები გალახეს და. ბატონო ლევან, ყურადღებით კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მინდა რომ შეხედოთ ხელს, თქვენს ხელს, მინდა რომ დახუჭოთ თვალი
და ყურადღებით მომისმინეთ, მინდა უბრალოდ განიტვირთოთ იმისთვის, რომ ზუსტად შეძლოთ შემდეგი დავალების შესრულება. გთხოვთ, ნუ ჩაიძინებთ, კარგით? უბრალოდ განიტვირთეთ იმისთვის, რომ ზუსტად შეძლოთ შემდეგი დავალების შესრულება. მაშასე მე აქ მაქვს ბარათები, რომლებიც ემოციებია გამოხატული, ემოცია შიში, სევდა, ხიარულება და ბატონ ლევანის ამოცანაა, რომ თითოეულ ბარათს, რომელსაც აირჩევს, მასზე გაიხსენოს 3 ასოციაცია. პირველი ფერი, მეორე ქალაქი და მესამე კერძი. ნუ ბუნებრივია, რომელიც ემოციურ კავშირშია ბარათთან. ბატონ ლევან, მინდა რომ ძალიან ნელა გაახილოთ თვალი, როგორ ხართ? მინდა რომ თქვენ შეამოწმოთ ბარათები, რომ დარწმუნდეთ, რომ თითოეული ბარათი, თითოეული ემოცია, შიში, სირცხვილი, წყენა, თითოეული ბარათი არის სხვადასხვა, აბსოლუტურად განსხვავებული. მინდა რომ აიღოთ ბარათი მოჭრად. მოჭერით ბარათი, ხელი შემსკენ. არა, ერთ წუთი აიღეთ ბარათი და მოჭერით სადაც გინდათ. ხელით, ხლიანად. ბარათი აიღეთ. ზუსტად ესე გააკეთეთ, როგორც აი ესე. კი, მოჭერით სადაც გინდათ იქ. გადადეთ გვერდზე, მინდა რომ აირჩიოთ ბარათი. არავის არ აჩვენოთ, ნურც მე ნუ მანახებთ, ნურც ზარბას, ხოლო თქვენ ნახეთ. მინდა რომ დააკვირდეთ ბარათს და ყურადღებით მომისმინოთ. მინდა რომ კონცენტრირდეთ ბარათზე, შეხედეთ ბარათს. პირველ რიგში ზედმიწევნად ზუსტად შეიგრძნოთ ეს ემოცია და მეორე, რაც მთავარია, წარმოიდგინოთ 3 ასოციაცია: ფერი, ქალაქი და კერძი. ეს 3 რამე უნდა წარმოიდგინოთ. გესმით ჩემი? მინდა რომ აიღოთ ბარათი, დაკეცოთ ის 4 ხად ისე რომ არავის არ დაანახოთ, დაკეცეთ 4 ხად ბარათი. კიდევ ერთხელ. და ჩაიდეთ ჯიბეში. ეს იქნება ერთგვარი საბუთი იმისა, ბოლოს მე მართალი აღმოჩნდი თუ არა. კარგით? მინდა რომ გაშალოთ ხელი ისე. შეხედოთ ხელს. დახუჭეთ თვალები და მინდა რომ წარმოიდგინოთ ეს 3 ასოციაცია. პირველი, მოდი დავიწყოთ ფერით. ჩვენი ამოცანაა ჟიურის წევრების, დარბაზის და ტელემაყურებლების, რომ ამოვიცნოთ თუ რაზე ფიქრობს, რა 3 ასოციაციაზე ფიქრობს ბატონი ლევანი. მაშასე, ბატონო ლევან, მინდა წარმოიდგინოთ ფერი თითოეული მაყურებლისთვის უზარმაზარ თეთრ ეკრანზე. ფერი. მხოლოდ და მხოლოდ ფერი, კარგით? თვალი გავახილოთ თუ? არა, არ გაახილოთ, წარმოიდგინეთ. მე ვფიქრობ, სხვა წარმოვიდგინო რაც ერთი წუთი მიმომიცემთ, მინდა რომ დაასახელოთ ხმამაღალ და გარკვევით ფერი. ხმამაღალ და გარკვევით. რომელიც აკეწერა თუ რომელიც წარმოვიდგინო? რომელიც ეწერა, რა თქმა უნდა. წითელი. წითელი. მადლობთ. მინდა რომ წარმოიდგინოთ ქალაქი. კარგით? ხმამაღალ და გარკვევით დაასახელეთ ქალაქი. პარიზი. პარიზი. და მესამე, თქვენ წარმოიდგინეთ კერძი, მართალი ვარ თუ არა? მინდა რომ წამოდგეთ. ხო, წამოდეგით. მინდა მოხვიდეთ აქ. და სამთვალზე მოკიდეთ ხელი ყუთს. და როცა გეტყვით, ხმამაღალ და გარკვევით დაასახელეთ სამთვალზე კერძი, რომელიც 1 2 3 ხმამაღალ და გარკვევით დაასახელეთ კერძი. პიცა. პიცა. გთხოვთ, ახადეთ. პიცა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მე წინასწარ ვიცოდი, რომ თქვენს მიერ არჩეული ფერი იქნებოდა. წითელი. ემოცია სიყვარული და ქალაქი პარიზი. რანაირად იცოდი? გაღავდი ამოვიდო. მართალია დიდი მადლობა. რა ერთ პიცას და პარიზს შეიძლება რომ გავიგოთ. იქ რა წერია იმ ხაღავზე მე არა ასე ბატონო მოკლედ გაგვაოგნა იკა გისმენთ შეგვაფასეთ თუ შეიძლება ვერაფერი ვერ გავიგე არა მართლა ვერ გავიგე ჭოლა რა წაიკითხე იმ ბარათზე რაც თქვის წავიკითხე ეგ 3 ეწერა წითელი პარიზი და პიცა დიდხანს წარმოსწარმიდო და წარმოდგენა მაგრამ წარმოვიდგინე და ხო იქ ეწერა წითელი პარიზი და პიცა არა ვერ გავიგე ჩემთვის არ იყო ეს შტამბეჭდავი არ დაგიმალავთ წინა ორ ტურში გაცილებით უფრო შტამბეჭდავი ნომრები იყო რომელიც ეხებოდა ილუზიონისტებს ეს ნომერი ჩემთვის შტამბეჭდავი არ იყო მადლობთ ზალიკო გისმენთ
მარტივად მისახვედრე იყო ეს ყველაფერი. ანუ ის რომ ჭოლა ამ ფურცელს ამოიღებდა მაინდა-მაინც სადაც ეწერებოდა ეს ყველაფერი და შემდეგ ეს ყველაფერი მიყვებოდა ამ ყველაფერს, ასე რომ მარტივად მივხვდით ლოგიკას, ფოკუსის, ეს არის ამ შემთხვევაში მინუსი, რომ ილუზიას მივხვდით რა შემდგომარეობს. მაკა გისმენთ? დაბნეული ვარ, ვერ ხვდებით რა დაიწყო და სადამდე მივიდა. მე ვერ მივყევი ლოგიკას, ეს ჩემი პრობლემაა ალბათ. სამი რაღაცა უნდა წარმოგეყო. იქნებოდა მან რა ყოფილიყო ემოცია და ემოციაზე აგებული შემდეგ ფერების დასახელება უფრო სხვა იქნებოდა. მაგრამ ვინაიდან იმპულსზე ეწერა თვითონ ყველაფერი, ამიტომ მე ლოგიკურად ძალიან მარტივად გავყევით. ხო და ვერ მივხვდი, ფურცელზე ეწერა და რა მოხდა მე? მეტყობა მე ჭოლა თქვენ თუ გაიგეთ? და ხო. მე მეგონა ფურცელზე მაგრამ არა და შიშია რაღაც. და ემოცია რასთან ვერ გავიგე კავშირში. იმიტომ რომ ესე არ დავიწყეთ რომ ემოცია, შიში, სირცხველი და ასე შემდეგ. რაღაცა ემოცია იყო და ამასთან დაკავშირებით სამი რამე ჩაიფიქრა და აღმოჩნდა რომ ეს სამივე იქ ეწერა. სიმართლე რომ გითხრათ ქუჩაში რაც გააკეთეთ, აი ვიდეოს რაც იყო ის უფრო ხო, დამეწავე. მე იმას წავყევი, იმ ქუჩის ვიდეოებს და აქ ბოლომდე ვეღარ გავიგე რა ხდებოდა. კარგით, მადლობთ. ხდება ხოლმე. დიდი მადლობა ჟიურის, მაყურებელს კი მივმართათ. მოკლედ, თუ გსურთ რომ ავთო იხილოთ ფინალში, მაშინ ეხლავე უნდა აიღოთ მობილური ტელეფონები და დაურეკოთ მას ნომერზე 093000305. გამხურვალი აპლოდისმენტებით გამხნევო და გავაცილოთ. ავთო გოგეშვილი. ჩვენი პარტნიორია მაღაზიათა ქსელის ზუმერი, ციფრული ტექნიკის ფართო არჩევანი. ის დროა გადავინაცვლოთ რუსთავი 2-ის ეზოში. სადაც იმყოფება დიმა ობოლაძე და ექსტრემალი ბაიკერი. ემზადება დიმა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გამარჯობა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. საოცარი სიტუაცია ჩვენთან ეზოში. ქართველი ბაიკერები არიან ეზოში და ანტერ 13 ემზადება მოსახლეობა ფანჯრებში. ვიდრე ნომერ დავიწყებ, გეტყვით რომ ნომრის მსხვეველი გახლავთ სადაზღვევო კომპანია ალფა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე 7 წელია ოპერირებს და რაც თავარია დაფუძნებულია მთლიანად 100%-ით ქართულ კაპიტალზე. ალფას პრიორიტეტი გახლავთ მომხმარებელთა კომპლექსური და ხარისხიანი მომსახურება. ემზადება ჩვენი ბაიკერი, ჩვენი პოლონელი სტუმარი ქართველი ბაიკერების ხარდაჭერით. მე შეგახსენებთ ნომერს 093000306. ეხლა ვნახოთ ვიდეო და შემდეგ გველის უკვე ანტერ 13-ის ნომერი რუსთავი 2-ის ეზოდან. Extra class show, very high level show that I have ever seen in my life with bike. Thank you. გამარჯობა ბიჭებო. მიხარია თქვენი ნახვა. საქართველო აკვარ. I'm here Standard 13 აქ არის. საქართველო დაუბრუნდი. როცა ჩამოფრინდი, ქართველი ბაიკერები აეროპორტში დამხვდნენ. ცოტა ციოდა გზაში, მაგრამ მაინც ასიამოვნო იყო მოტოციკლით წამოსვლა. ქართულ საჭმელზე ვგიჟდები. ქართველმა ბაიკერებმა ძალიან მაგარ რესტორანში წამიყვანეს. გასაგიჟებელი საჭმელი იყო. Standard 13 აქ არის ქართველ ბაიკერებთან ერთად. მოდი მივირთვათ მაგარი საჭმელი, მაგარ მეგობრებთან ერთად.
მაგარია. ნიჭიერში მაქსიმალურად ვეცდები კარგი ნომერი ვაჩვენო. ეს მეორე ეტაპია და სტანდარტმაც უფრო აიწია. ნახოთ როგორი გამოვა. ჩემთვის კი ეს არის კიდევ ერთი გართობა მოტოციკლით. მაშა ასე ბრუნდებით რუსთავი 2 სეზონში სტანდარტ 13 მზად არის. ჩვენ მზად ვართ. ყურადღება ეკრანებზე. წავიდა! აბა! გავახრეოთ! ძალიან მაგარი ნომერი იქნება რუსთავი 2 სეზონში. ძალიან საფათო ნომერია ეს თავიდანვე გამოჩნდა. გაცილებით დასრულებული აქვს პროგრამა. სტანდარტ 13 პირველ ამოსვლასთან შედარებით გაცილებით რთული პროგრამა. ოპა! გავიდა! სადახართ ეს ხოლო დასაწყისია. ავახრევოთ აპლოდისმენტებს იმსახურებს ნამდვილად. აი, ედავ კარტელი ბაიკერები მასპინდობენ ეს. წარმოუდგენლად რთულ რაღაცებს აკეთებს ეს ახალგაზრდა კაცი და მოტოციკლს ფლობს როგორც რა ვიცი. ძალიან შერწყმულები არიან ერთმანეთთან. აი კიდევ ერთი ურთულესი ნომერი და ეხლა იქნება ერთ-ერთი მთავარი რთული ელემენტი მისი გამოსვლისა. აი მოდიშვენები აისახურა მისმა. შემოტრიალდა თავზე დადგა ურთულესი ელემენტი რომელიც წარმატებით შეასრულა რა თქმა უნდა ჩვენმა სტუმარმა სტანდარტ 13 თქვენ წინაშე
ლამაზა მოტოციკლი. ჰოპა! დავახრულე. გამოსვლა. თვითონ არის მე მგონი არ ვიცი კმაყოფილია თუ არა ყოველ შემთხვევაში მე ხანდახან რაღაცეები შემეშინდა ეხლა რო არ მოგატყუოთ სტარტერ 13-ის გამოსვლა დაარტყ ხელი და დავიწყოთ შეფასებები მოუთმენათ ველი ჯიურის შეფასებებს ნიკა გისმენთ საღამოშვიდობისა ძიმა ძალიან საღამოშვიდობისა მადლობა შუამავლობისთვის რუსთავიაზოსა და ფილარმონიას შორის როგორც ყოველთვის ჩვენ ხარ ჩვენი შუამავალი მე მინდა გულწრფელად ვთქვა რომ ნამდვილად არ მგონია რომ ეგ მოტოციკლი ან ბაიკი უსულო არსება იმიტომ რომ მგონია რომ ჩვეულებრივი პარტნიორობა შეყვარებულობა თუ რაც კიდე ის დაარქვი ხდება მან აი ნამდვილი რომანია და ბოლოს გონია რომ რაღაცნაირი ბავშვით შეეძინებათ ამ ყველაფრის ბოლოს. იმიტომ რომ ეს ყველაფერს გავდა რაღაცა ტექნიკური ილეთების გარდა, აი ტანგოს უფრო გავდა ვიდრე ტექნიკურ შესრულებას. მე მგონია რომ ეგ ბიჭიც არანორმალურია და მისი მოტოციკლეტიც ფლად ნორმალური არ უნდა იყოს. არაჩვეულებრივი და ფაქტია. კი. ძალიან მაგარი წარმოდგენა იყო, რომელიც ნამდვილად იმსახურებს არა მარტო ფინალს, არამედ ყველაზე სერიოზულ შედეგებს. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს საქმე მსოფლიო მასშტაბის შემსრულებელთან, ასე დავარქმევდი. კი, უმაღლესი დონის შემსრულებელია, მართალია. რომელიც წარუშლებს შაბეჭლებას ახდენს თავისი განსაკუთრებით აი ვერტიკალური ტანგოთი თავის მოტოციკლთან. წარმოუდგენელი ამბავი იყო. მადლობა. დიდი მადლობა. ნიკა და გადავიდეთ რუსკა, აბა მაინტერესებს რუსკა შენი შეფასება. მე არ ვიცი, სიტყვებიც არ მყოფნის, ძალიან მომინდა რომ კიდევ ერთხელ ლაივში მენახა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ ვიცი, ეს სტანტერ 13 არის სოფლიოში ჩემი აზრით საუკეთესოთა შორის საუკეთესო და მე ძალიან მიხარია რომ ის ნიჭიერში მოვიდა კიდევ ერთხელ ჩვენთან არის და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ფინალშიც იქნება, იმიტომ რომ ეს ბიჭი მართლა არ არის ნორმალური, ეს არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა უთხრა, არ არის ეს ნორმალური ეს ყველაფერი, რასაც ეს ბიჭი აკეთებს. მადლობა რუსკა, მესმის აპლოდისმენტები და დარბაზის რეაქცია და მოусმინოთ ახლა ლევანს. ლევან. ეკასი არ არის ნორმალური კაცო. ლევან, ციგურებზე ვიგინდოდა დადგომა, ვიცი და არა მაგას რა ვაგვიგრავ, სიზმარში არ დამესიზმრებოდა ამ რები გააკეთა. ეს არ არის ნორმალური. მე ვფიქრე ცოტა გურული ხო არ არის, ბაბუა ხო არ ყავს ამდე რაღაცა ისე. ან ეგ არის გუშიტელი, ან ეგ მოტოციკლეტია მისი თირკმე, აი რაღაცა შერწყმულები არიან. კიდევ კარგი რომ გურულ იმას არ შეხვდა. ადრე გურულ მეჯინიბეებს. თორე ამან მოტოციკლეტს რასო ცხენს რას უზამდა, წარმოგიდგენია შენ. იმას მართლა გააჩენინებდა ბავშვი. იმას გააჩენინებდა რემას. არანორმალურად მაგარი ადამიანია. და გამოიკვლიოს გვარი, ვიღაცა გურული ეყოლება იქა. მადლობა ლევან, მოგეწონა მოკლედ. გადარეული ვარ, არაჩვეულებრივია. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. თუ თქვენ მოგეწონათ სტარტერ 13-ის გამოსვლა და მე ვფიქრობ რომ მართლა ძალიან შტაბეშტავი იყო და აქ ძალიან დიდი შტაბეშტილება მოახდინა. უნდა დაურეკოთ მას ნომერზე 09-3 300-306 და გადავიყვანეთ ეს ადამიანი ფინალში. დიდი მადლობა დიმას და სტანტერ 13-ს მართლაც სასწაულის ანახაობა ვიხილეთ ახლა. და აქვე გეტყვით რომ ჩვენი ექსკლუზიური რადიო პარტნიორია ხალხის რჩეული რადიო არ დაიდარდო და რადიო ფორტუნა ოქროს სტანდარტი FM-ზე. ნიჭიერის პარტნიორია ემას კრედიტი. სწრაფი და სანდო ონლაინ კრედიტი. ახლა კი გადავინაცვლოთ ბარამბოს და ზედაზენის ოთახში ლიკასთან და დუკასთან. ლიკა, დუკა. ხალხმრავლობა ბარამბოს და ზედაზენის ოთახში და რა თქმა უნდა ჩვენ ისევ გულშემატკივრობთ ჩვენს ნახევარფინალისტებს. საოცარი ნახევარფინალი გვაქვს. აბსოლუტურად ყველა ნომერი 1/2-ზე უფრო უკეთესი არის. მე უკვე ელოდები შემდეგ მონაწილედ და რა თქმა უნდა ჩემთან ელოდებიან ნახევარფინალისტების გულშემატკივრებიც ამავე დროს თავიანთ ფავორიტებს.
სამი ნახევარფინალისტი ემზადება თქვენთან შესახვედრად. პირველი არის თამარ ყველაშვილის. სხვათა შორის უკან უნდა აღნიშნო, რომ ჩვენმა წამყვანებმა დაარღვეს წესი და ქალბატონი თამარის გამო დააჭირეს ხელი ოქროს ღილაკს. ასევე სულ მალე პატარა უსარყვარლეს ბრეიქერებს შეხვდებით და ასევე უკრაინელ აკრობატებს. აუცილებლად უნდა აღნიშნო ისიც, რომ როგორც ჩვენ ასევე ჩვენს მაყურებელს მე დარწმუნებული ვარ. ძალიან კარგად ახსოვს უკრაინელების მიერ შესრულებული ძალიან სახიფათო სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო ნომერი დანის წვერზე. ჩვენ სულ ცოტა ხნით გემშვიდობებით და ფინალისტების დასახელებამ და მეტალიკუნა კიდევ ერთხელ გაგიბრუნდებით. ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და მესამე ნახევარფინალი გრძელდება. შეგახსენებთ ნიჭიერს წარმოგიდგენთ ლიმონათის ზედაზენი გემრიელი ლიმონათი, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინგრედიენტს და ეს არის ხოლო ნიჭიერის სპონსორია ბარამბო, სიახლე ბარამბო ფრენსის ზიანი შოკოლადის ფილა ჩიზკეიკი. და შავი შოკოლადის ფილა კარამელ მაკიატო, ზიანი შოკოლადის ფილა პანაკოტა კეიკი. ბარამბო ფრენსი, ვიმეგობროთ. ვიმეგობროთ. ნიჭიერის პარტნიორია კომპანია საგა. საგა ცხოვრება გამარტივებული. ყოველი ლაივის ბოლოს საგა დაასახელებს ერთ-ერთ კონკურსანტს და მას მისცემს დამატებით შანსს, რომ მოხვდეს ფინალში. ახლა კი გადავინაცვლოთ საგას ოთახში ნიკა გრიგოლიასთან. ნიკო! ნიკო, საოცარი ქალბატონი დგას ახლა ჩემს გვერდით. ადამიანი, რომლის გამოც ჩვენმა წამყვანებმა დაარღვიეს წესი, ძალიან კარგად გახსოვს, როდესაც ვანო და გიორგი მიიჭერნენ ჟიურის მაგიზანს და ხელი დააჭირეს მეხუთე ოქროს ღილაკს ქალბატონი თამარ ყველაშვილი. აპლოდისმენტები ქალბატონ თამარს, ესე გავამხნევოთ ჩვენი ოთახიდან. ქალბატონი თამარი გახლავთ ძლიერი დედის სიმბოლო და რა თქმა უნდა უნიჭიერესი მომღერალი ქალბატონი. როგორ ბრძანდებით? დათუნა როგორ არის? კარგად. თქვენ და დათუნა ძალიან შეაყვარეთ ჩვენს მაყურებელს. თავი მე მიხარია რომ დღეს აქ ხართ ნახევარფინალში და რა თქმა უნდა მზად ვართ ფინალისტვის. მზად ახართ რომ სცენაზე გახვიდეთ და კიდევ ერთი ძალიან მაგარი სიმღერა შეგვისურვოთ. მე უნდა გითხრათ ქალბატონი თამარის ნომერი, რომელზეც უნდა დაურეკოთ აუცილებლად. თუ გსურთ მისი მოსმენა ფინალში 09300 ეს გახლავთ ქალბატონი თამარის ნომერი. ვურეკავთ ამ ნომერზე აუცილებლად. მოემართება ის თქვენ სცენაზე, ჩვენ კი იქამდე ვნახავთ ვიდეოს. ყავს შვილი 3 წლის, რომელიც დაიბადა ეპილეფსიის რთული ფორმით. აღმოჩინა სტატია, სადაც წერია, რომ კლასიკური მუსიკა ამ დაავადების მქონე ბავშვისთვის ყოფილა საკურნებელი. და სიმღერა დაიწყე? თავიდან ვასმენინებდი, მერე გავბედე მე თვითონ. ეს ისტორია, რაც საფუძვლად უდევს თქვენ ამ მომღერებას. მე რაღაც მომენტში ცრემლებსაც ვერ ვიკავებ. ერთი იდეა მაქვს. სოფოლოზანში ჩამოვედი 2 წელზე ცოტა მეტია. გინეთვალი მოცხობ დედი. მოცხობ ჩემი სიყვარული. ხო? ბუდქუნი. იმიტომ რომ ეს იყო პირველი რაც ჭირდებოდა ჩემშვილს შამოპადი. დედი დედუკა. ძალიან ბევრი ამ დაავადების მქონე მშობელი მირეკავს, რომ ჩვენ გქონდა ხელი, ფარხმალი დაყრილი და ესე ვიცხოვრობდით უკვე და შევეგუოთ ფეთს და აი ხლა მივხვდით, რომ თურმე არასოდეს არაფერზე არ უნდა დაიხიო უკან და ბოლო წუთამდე უნდა იბრძოლო. ესეთი დედებისთვის კიდე ძალიან ბევრი გამიკეთებია თურმე თვითონ წერენ ესე. სოფოლზანში ჩასვლის შემდეგ არნელის არსებო წყარო უკვე აღარ მქონდა, ყველაფერი დამთავრდა ჩემთვის აქ სამსახურებრივად. მივხვდი რომ ჭირდებოდა რაღაც შემოსავალი. თან გამომდინარე რომ დათუნა არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ მე გავსულიყავი სადმე მუშავა. დავიწყე ფიქრი რა გამეკეთებინა და ამიტომ გადავწყვიტე რომ სახლში მიმეღა მოსწავლეები.
მოდი. I am from Ozani. მე ვარ ოზაანიდან. აი ჩავწეროთ აქ რაღაც. ეს შეხედეთ ახლა როგორი პოზიცია აქვს. სად არის გრაფა? რომ სადღაც იქ წერია, ხო? ანუ რა ასოს წერთ ახლა? კი ბატონო, გადი ბოლომდე და მე გადავიდეთ. ყველა შეჩვეულია, რომ ჩვენ 3 მეცადი გავთხოვდეს. პროექტმა ჯერ აქამდე უკვე იმხელა მომცა. სულ გაღიმებული დავდივარ ჯერ მარტო, იმხელა იმედი და იმხელა ეს ხარული ჩამისახა გოლში და აუცილებლად მომავალში რასაც ნახავს ყველთვის მადლობას. უცა. დიდი. ერთადერთი ოცნება მაქვს და სულ სიზმარში ვხედავ ჩემ ოცნებას. ეს არის რომ ჩემი შვილი დადის და მელაპარაკებ. როდის უნდა ირბინო ამ ეზოში, დედი? როდის უნდა ითამაშო ფეხბურთი ბავშვებთან ერთად, რო თქვი? მალე დედი. თამარ ველაშვილი
ნახე მე ამაყება რომ ამაყივა რომ აი ესე გამოვიყენეთ ჩვენ ოქროძლევადი. ხო, შეაფასოს, ნიკა, ხო. მე მგონია რომ ქვეყნის და არა მხოლოდ ქვეყნის ზოგადად ისტორიას ქმნიან მეამბოხეები. თამარი არის მეამბოხე, რომელიც აუჯანყდა თავის სირთულეებს, გამოწვევებს და ძალიან საინტერესო დასაკვირვებელია, ალბათ მძიმეც, მაგრამ აი ესე როგორც მაყურებლის თვალით უკიდურესად და უაღრესად საინტერესო და საპატივცემლოა, როგორ უმკლავდება თამარი ამ სირთულეებს. მე მგონია რომ ადამიანი, რომელიც ესეც ცდილობს, ადამიანი, რომელიც ესეც სიმაღლეებს იღებს, ის აუცილებლად საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს ყველა შემთხვევაში. გაიმარჯვებს აქაც და რაც თავარია, გაიმარჯვებს თავისი ცხოვრების მთავარ ბრძოლაში, სოფელ ოზაანში, რომ აქვს იმ ბრძოლაში. დიდი მადლობა, მაკა თქვენას გეტყვით. თამარ, თქვენ ისეთივე ძლიერი ხმა გაქვთ, როგორიც სული. და თქვენი ნებისყოფა და თქვენი იდეალები, თქვენი მიზნები, აი ასეთივე ესეთი ძალით უტევთ ამ ყველაფერს და მიდიხართ მიზნისკენ და ზუსტად ვიცი, რომ აი ესეთი ენერგიით და ესეთი რწმენით აუცილებლად მიაღწევთ მიზანს. არაჩვეულებრივი შვილი გყავთ და მინდა რომ ნამდვილად გაიმარჯვოთ ამ ცხოვრებაში. იმიტომ რომ კეთილი მიზნებისთვის იბრძვით და თქვენი ბრძოლა არის ყველაზე კარგი, ყველაზე კეთილი. და ყველაზე შთამბეჭდავი, იმიტომ რომ აი ესეთი ძლიერი ხმა, ასეთ ძლიერ ქალს, აი ზუსტად გამოხატავს ბოლომდე თქვენს მდგომარეობას. თქვენი სიმღერა მართლაც არაჩვეულებრივია, ძალიან კარგად გამოგდით. და რაც თავარია, რომ აღმოაჩინეთ თქვენ თავში. ამ რწმენით მიაღწევთ ზუსტად იმას, რაც თქვენ გინდათ. მე ამის მჯერა. დიდი მადლობა, ჭოლა გისმენთ. ჭოლა, თქვენ. მე ბევრს არ ვილაპარაკებ, მე უბრალოდ ხომ ყველას რომ დაურეკოს ქალბატონ თამარს, რომ მან აუცილებლად გაიმარჯოს, რომ არ დარჩეს ჩვენი სურვილები დაპირებას, როგორც ხშირად ხდება ამ ბოლო ხანს. თქვენ აუცილებლად უნდა გაიმარჯოთ. არ ვიცი რა სახით, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიმარჯოთ, იმიტომ რომ იმას იმსახურებთ ამ გამარჯვებას. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან არაჩვეულებრივი ქალბატონი გზარდები. დიდი მადლობა ჟიურის, მე მაყურებელს მოუწოდებ გამარჯვების ერთადერთი გზა არის თქვენი მაყურებლის ზარები. დღეს თქვენ ვკარნახობთ წესებს, თქვენ ირჩევთ პირველ ფინალისტს, ამიტომ ეხლავე აუცილებლად ყოყმანის გარეშე დაურეკეთ ქალბატონ თამარს ნომერზე 098337. და ხურვალი აპლოდისმენტებით გავაცილოთ. თამარ ყველაშვილი. დიდი მადლობა სილამაზის სალონ L აკადემიის, რომელიც ზრუნავს პროექტ ნიჭიერის ჟიურის წამყვანების და მონაწილეების ვარცხნილობასა და სილამაზეზე. ახლა კი გადავინაცვლოთ საგას ოთახში ნიკა გრიგოლიასთან. ნიკო! ჟრიამული და ყიჟინა საგას ოთახიდან. Little Breakers, სუპერ კაცუნები, კაცმასუნები არიან ჩემთან ერთად, რომლებიც მზად არიან რომ გამოვიდნენ სცენაზე. და ისე იცეკვენ, როგორც ნამდვილ ბრეიკერებს შეეფერებათ, ხო? რა თქმა უნდა. სად არის ოქროსფერი შარლები, რომელიც გეცვათ თქვენ, გამოგიცვლიათ. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს რაღაც ახალს იცეკვებთ, ხო? ასეა. ძალიან კარგი, მზადა ვართ, წავიდეთ სცენაზე. და როგორც ნამდვილი ბრეიკერები იცეკვენ, ისევ იცეკვოთ. ეს ერთი ჟრიამული შეძახილი, ძალიან კარგი მეგობრებო, უნდა გითხრათ ნომერი, რომელზეც უნდა დაურეკოთ, ბიჭუნებს იმისთვის, რომ ისინი მოხვდნენ ფინალში. 093338. Little Breakers, მოემართებიან ისინი თქვენკენ სცენაზე, ჩვენ იქამდე ვნახოთ ვიდეო.
ჩვენ ვართ ჯგუფი Little Breakers. Smiley, Siley, Spikesy, Virusy, Crazy, Shoni, Darkness. Crazy. წამო დანარჩენები. სადა ხარ ხალხო? აკვეთიზე ხან კარგად ვიქცევით, ხან მასწავლებელს ვაბრალებ. ფინალში გადასვლა ძალიან გვინდა, რადგან წარმატებას მივახციეთ ჩვენი სეკვით და გაგვიცნოს ხალხმა. Little Breakers! შეგვაფასეთ რუსკა, ხო? აი მე ძალიან საყვარლები ხართ Little Breakers-ებო. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ოდნავ დაგერყვა სინქრონი, არ აუშავს. მე მაინც ძალიან მომეწონა და ძალიან წარმატებას გისურვებ. თუ გადახვედით შემდეგ ფინალში თუ გადახვედით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ცოტა პატარა სინქრონსაც მიაქცევთ ყურადღებას. ისე ძალიან მაგარი ბიჭები ხართ. მადლობა რუსკა, ზალიკო. თავიდან რომ დაიწყეთ ცეკვა, ცოტა გაუბრაზდი სიმართლე რომ გითხრათ. იმიტომ რომ რაღაც ისე იყო, აი რაღაც შოუთახველაც, მე გახურდით. და გამოასწორეთ. ცხრიანი კურიერის წამყვანი ხარ და ბრაზიანი ხარ. იმიტომ რომ სუცუდ რაღაცებს აცხადე. მე გახურდით და შეეწყვეთ ერთმანეთს და ემოცია წამოვიდა და დალაგდით, ასე ვთქვათ, გადალაგდით რა. ყოველ შემთხვევაში კარგი ბავშვები ხართ, კარგი ბიჭები ხართ, მონდომებულები ხართ ძალიან. მოგწონთ, რასაც აკეთებთ გეტყობათ და რუსკას დავეთანხმები ამ შემთხვევაში, რომ თქვენ თუ ფინალში გადახვედით, გაცლებით მეტი მოგეთხოვებათ და სიზარმაცე გვერდზე გადადეთ და მაქსიმალურად იმუშავეთ, რომ შემდეგ კარგი ცეკვა მოამზადოთ უფრო. დიდი მადლობა. ნიკა როგორ შეაფასებ ამ ყველაფერს? ნორმალურად მე ვიტყოდი, არ გადავაფასებდი, არ იყო განსაკუთრებულად კარგი, თუმცა ზოგადად ეს ბიჭები ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ნიჭიერები არიან, კარგია რომ ამით ერთობიან და არა მარტო კომპიუტერული თამაშებით, რითიც ალბათ ერთობიან ასევე და იმედი მაქვს რომ სწავლობენ კიდევაც და ინდოვებენ, მაგრამ რაღაცნაირი აი ცოტა კი არა, აი ძალიან ბიჭურები არიან, ხერხემლიანები და ეტყობათ, რომ აი მაგარი ბიჭების ცეკვა ეს მაინც და მომეწონა ძალიან. Break dance. დიდი მადლობა ჟიურის მაყურებელს კი მოგიწოდებ თუ გსურთ ეს ძალიან მაგარი ბიჭები იხილოთ ფინალში დაურეკეთ მათ ნომერზე 0933303. და ხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ Little Breakers! ნიჭიერის
პარტნიორია ემას კრედიტი, სწრაფი და სანდო ონლაინ კრედიტი. ახლა კი გადავინაცვლოთ საგას ოთახში ნიკა გრიგოლიასთან. ნიკო! ვანიკო, ნახეთ ვინ არიან ჩემთან ერთად ჩვენი უკრაინელი ძმები, ვლადიმერი და ვლადიმერი. ჟრიამული ჩვენს მეგობრებს, ჟრიამული გავამხნევოთ ჩვენი ოთახიდან ისინი. მეგობრებო, გახსოვთ ალბათ მათი გამოსვლა ნიჭიერში, რა ჟრიამული და ოვაცია მოყვა ამ ნომერს მათ გამოსვლას და ამ ვიდეომ, ნიჭიერში მათმა გამოსვლის ვიდეომ მოიარა ინტერნეტში, და თქვენ წარმოიდგინეთ ინტერნეტში ამ ვიდეოს აქვს 38 მილიონზე მეტი ნახვა და 1 მილიონზე მეტი შეარი. ეს ძალიან მაგარია. ნიჭიერის შემდეგ ჩვენმა მეგობრებმა მოიარეს ევროპა, ჰქონდათ ევრო ტურნე, ბოლოს იყვნენ გერმანიაში და იქიდან პირდაპირ აქ ჩამოვიდნენ ჩვენთან. ეხლა კი მზად არიან რომ გამოვიდნენ სცენაზე და მე დარწმუნებული ვარ რომ არც ერთი ტელემაყურებელი და არც ერთი ადამიანი დარბაზში არ დარჩება გული. ყველა გაოცებული იქნებით. მე გეტყვით ნომერს, რომელზეც უნდა დაურეკოთ მათ. 093339 მოემართებიან ჩვენი უკრაინელი ძმები თქვენ სცენაზე, ჩვენ კი იქამდე ვნახავთ ვიდეოს. ბატონო Браво! Браво! Я вам говорю, очень большое да. Я тоже говорю да! Спасибо. Да. Спасибо. У вас 4 да. Всё. ვლადიმერი.
გასკდა გული, ნერვები აღარ მივარგა ეს დანის წვერზე ტრიალი რაღა არის. შეგვაფასეთ თუ შეიძლება ჟიური, ჭოლა, პატივცემულო. გისმენთ ჭოლა თქვენ? თოხის ტარზე დაგასახლებო ამაზეა ნათქვა. დანის წვერზე. დანის წვერზე დასახლდნენ ეს არაჩვეულება. ძალიან კარგი იყო, ძალიან ლამაზია, ძალიან გრაციოზული ეს უძველესი ვარცდები ანტიკური ხანიდან წამოსული ჟანრია ადამიანის სხეულის პოემა დავარქვა. ძალიან კარგია, დიდი მადლობა ჩემო ბატონო და გისურვებთ გამარჯვებას, აუცილებლად მინდა რომ ფინალში გმართ. დიდი მადლობა. ნიკა თქვენ რას გეტყვით? წარმოუდგენელი სანახაობა. მე მგონია რომ ჩვენი უკრაინელი სტუმრები, ძმები თუ გნებავთ ეს არ გვთავაზობენ მხოლოდ სპორტულ სანახაობას, ჩემი აზრით ძალიან მაღალი რანგის ხელოვნება ეს, განსაკუთრებით დანების ნაწილი, რომელიც ჩემში ცოტა პანიკურში იწვევს ზოგადად. მართალი გითხრათ, სულ მგონია რომ რაღაცა ესე აცდება ეს ყველაფერი ერთმანეთს და ორივეს დავკარგავთ პირდაპირ ჩვენ თვალწინ სცენაზე, მაგრამ არასდროს ეს არ ხდება საბედნიეროდ, მაგრამ ამითი არის ეს ნომერი ძლიერი და საინტერესო, რომ ეს ექსტრემალური შთაბეჭდილებები აი ადრენალინის გამოყოფას იწვევს და ძალიან საინტერესოს ხდის ამას ყველაფერს. აუცილებლად დაურეკეთ. მადლობა ნიკა. ზალიკო. არ დაგიმალავთ და ვლადიმერის და ვლადიმერის გამოსვლას განსაკუთრებით ველოდი, იმიტომ რომ პირველ ტურში წარუჩდელი შთაბეჭდილება დატოვეს ამ ბიჭებმა, თავიანთი გამოსვლა და ამაზე მეტყველებს ის ნახვები სოციალურ ქსელში, რაც მათ გამოსვლას მოყვა. ანალოგიური იყო დღესაც. ფიქრობ, რომ მათ თავიანთი ნომერი იმდენად დეტალებში აქვს გათვლილი და იმდენად სრულყოფილი აქვს, რომ ანუ კითხვის ნიშანსაც არ ტოვებს არაფერი. რამხელა შოუს დგავენ ეს ბიჭები სცენაზე. ნუ რა აღარ თქვა მათ ფიზიკურ მონაცემებზე, ანუ რა შეუძლიათ რეალურად, ამიტომ მე ვთვლი, რომ ნიჭიერის ერთ-ერთი წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი შენაძენი სწორედ ვლადიმერი და ვლადიმერი არიან. დიდი მადლობა ჟიურის მაყურებელს კი მოუწოდებ თუ გსურთ ასეთი და კიდევ უფრო ექსტრემალური სანახაობა ფინალში ციხილოთ, მაშინ დაურეკეთ მათ ნომერზე 0933339 და აპლოდისმენტებით გავასილოთ ვლადიმერი და ვლადიმერი. ბრავო. ახლა კი გადავინაცვლოთ ბარამბოს და ზედაზენის ოთახში ლიკასთან და დუკასთან. ლიკა, გიორგი და ვანიკო ხმაური და გუგუნია ბარამბოსა და ზედაზენის ოთახში და სულ მალე გავიგებთ ნიჭიერის ფინალისტების ვინაობას. ყველა კონკურსანტის გულშემატკივარი უკვე აქაა და რა თქმა უნდა სულ მოუთმელად ველოდებით ფინალისტების დასახელებას. დუკა დამეთანხმები რომ ჩვენი ნახევარფინალისტებიდან ძალიან რთულია საუკეთესოს ამორჩევა, ამიტომ ჩვენ ველოდებით ჟიურის გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა იმას თუ რას გადაწყვეტავს ხალხი. მართალი ხალიფინა, რა თქმა უნდა, ჩვენ კი დავრჩებით ბარამბოსა და ზედაზენის ოთახში და აქტიურად გავაგრძელებთ გულშემატკივრებას. ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და მესამე ნახევარფინალი გრძელდება. შეგახსენებთ ნიჭიერს წარმოგიდგენთ ლიმონათის ზედაზენი, გემრიელი ლიმონათი, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინგრედიენტს და ეს არის ხოლო ნიჭიერის სპონსორია ბარამბო. ბარამბოს ახალი გემრიელი და მეგობრული შოკოლადი ფრენსი, კამფეტების ნაკრები ფრენსი, ვიმეგობროთ. გამოდით აქვე ვთქვა თუ რა პრიზს მიიღებს ნიჭიერში გამარჯვებული. გამარჯვებულს კომპანია Salvus Development-ი გადასცემს ოროთახიან ბინას ბათუმის ცენტრში დასრულებული რემონტით. Salvus ბათუმი. Salvus Development-ი წარმოგვიდგენს ახალ პროექტს. მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს Salvus აპარტოტელს. Salvus აპარტოტელი თქვენი გონივრული ინვესტიციაა. ნიჭიერის პარტნიორია პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი ისიპარი. ისიპარი 21 წელი თქვენი სურნელოვანი თანამგზავრი და ყოველი ლაივის ბოლოს ფინალისტების გამოვლენამდე ისიპარი დაასახელებს თავის რჩეულს, რომელსაც გადასცემს სურნელოვან საჩუქარს და ამისთვის ჩვენ სცენაზე ვთხოვთ ხატია შამუგიას. ვთხოვთ ხატია.
გამარჯობა ხატია. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს, მივესალმებით ძირფას ჟიურის, მივესალმებით დარბაზს, რა თქმა უნდა მონაწილეებს. პირველ რიგში მანამ სანამ ისიპარის რჩეულს გამოვავლენ, მინდა სურნელოვანი საჩუქრები გადავცე იმ ორ ადამიანს, რომელიც ყოველ ლაივის ყველაზე დიდ ენერგიას და სტიმულს აძლევს. ეს თქვენ ხართ ჩემო ვანიკო და ჩემო გიორგი. ეს საჩუქრები. დიდი მადლობა, რამჩოულ მე აწერია, შიგნით წერია, იმისთვის რომ კიდევ უფრო სურნელოვანები და ენერგიულები იყოს. რაც შეეხება ისიპარის რჩეულს დამეთანხმებით, ალბათ რომ ძალიან რთული იყო ერთი რჩეულის გამოვლენა, მაგრამ გვიწევს წესი ესეთია. ისიპარის რჩეული გახლავთ ქალბატონი, რომელიც ალბათ როგორც ყველა ქალისთვის და ყველა დედისთვის ძალიან საპატივცემლო დაუვიწყარი და მისაბაძია. ქალბატონი თამარ ყველაშვილი. ისიპარის რჩეული. ბრავო! ილოზავ ქალბატონ თამარ. დიდი მადლობა ხატიას. გავაცილეთ ხატია. მადლობა ისიპარის. ასევე ყოველ ორშაბათს ფესაცმლის ბრენდ მაღაზია კორსო იტალია დაასახელებს თავის რჩეულს და გადასცემს მას სასაჩუქრე ვაუჩერს, რომლის განაღდებაც ბრენდის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. კორსო იტალია, ჩაიცვი კორსო, კორსო მოდაშია. და კორსოს რჩეულია თამარ ყველაშვილი. ეს თქვენ. ძალიან კარგი. მოდი ახლა დაუბრუნდეთ თავს. დაუბრუნდეთ. მე მინდა გითხრათ რომ თქვენ კიდევ გაქვთ დრო იმისათვის რომ თქვენი არჩევანი გააკეთოთ და თქვენ რჩეულს ხმა მისცეთ. და იმისათვის რომ გაგიადვილდეთ არჩევანის გაკეთება, მოდით კიდევ ერთხელ გადავალოთ თვალი თუ რა მოხდა დღეს ნიჭიერში. Get on the dance floor. 2, 3, 4, get on the dance floor. Shake the booty, shake the bum, make it hard. Show ya, hit you with the party, hit you with the gimme, 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 gimme some more. 1, 2, 3, 4, get on the dance floor. Shake the booty, shake the bum, make it hard. Show ya, hit you with the party, hit you with the gimme, 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 gimme some more. Keşke oro biyotiera, vie, mahlo biyotiera. Dim, vie, es bulbul bultiye, dim. მინდა რომ დაასახელოთ ხმამაღალ და გარკვევით ფერი. წითელი. ხმამაღალ და გარკვევით დაასახელეთ ქალაქი. პარიზი. ხმამაღალ და გარკვევით დაასახელეთ კერძი. პიცა. გთხოვთ, ახადეთ. პიცა. აღნევოთ აპლოდისმენტებს იმსახურებს ნამდვილად. მოტრიალდა, თავზე დადგა. ურთულესი ელემენტი, რომელიც წარმატებით შეასრულა, რა თქმა უნდა, ჩვენმა სტუმარმა. ნატერ 13 ჩვენს წინაშე. ჰოპა! დავახრულეთ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს დიდი სიამოვნება მიიღეთ იმით თუ კი რომ კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ჩვენი ნახევარფინალისტების შესრულებას, თუმცა არჩევანს აკეთებთ თქვენ. ნიჭერში არ სახელდება აუთსაიდერი, ეს არის შოუ, რომელსაც ერთდროულად გამოეთიშება კონკურსანტების უმრავლესობა. 9-დან მხოლოდ 2 გადავა ფინალში, დანარჩენებისთვის სამწუხაროდ ნიჭიერი დასრულდება. ამიტომ იაქტიურეთ, რადგან მერე დაგწყდებათ გული, როდესაც თქვენს რჩეულს ვერ იხილავთ ფინალისტებს შორის. დაურეკეთ ეხლავე და მიეცით შანსი, რომ მოიპოვონ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტული. და 9 ნახევარფინალისტი აქ არის და ყველანი ველოდებით ხალხის გადაწყვეტილებას. და ესენი არიან ნინო მახარაშვილი, კოლხური ტრიო, Swagger's Dance Studio, პარა ორკესტრი, ავთო გოგეშვილი, სტანდარტ 13, თამარ ყველაშვილი, Little Breakers, ვლადიმერი და ვლადიმერი. ახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. დარჩა სულ რაღაც 45 წამი იმისათვის რომ ხმამისცეთ თქვენ რჩეულს. წამზომი ჩაირთო. დახმის მიცემა შეწყდა. ველოდებით შედეგებს და ძალიან მალე გავიგებთ ვინ გახდა ხალხის რჩეული. საინტერესოა რა გადაწყვიტა მაყურებელმა. ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან მალე გავიგებთ. ფაქტობრივად რამდენიმე წამში. ყველანი ნერვიულობთ. საერთო ხმების უმრავლესობით ხმების 45 45.1 46.36% ფინალში გადადის თამარ ყველაშვილი. გილოცავთ. პავს პირველი ფინალისტი და ეს თქვენ მაყურებელმა აირჩიეთ. გილოცავთ. და ეხლა უკვე ჟიურის ჯერია. თქვენ რთული არჩევანის წინაშე ხართ, მესმის, თუმცა უნდა გვითხრათ. ნიკა გისმენთ? რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე გადაწყვეტილებას შევეხებოდე. მადლობა. ვადროვოთ ჟიურის, თუ შეიძლება. ვიდრე გადაწყვეტილებას შევეხებოდე, მე მინდა დღევანდელი კონცერტისთვის მადლობა უთხრა ყველას, ვინც სცენაზე დგას და ვისაც ვერ ხედავთ, ამ ყველაფრის მიღმა იდგა. იყო არაჩვეულებრივი შოუ, ყველა მაჩვენა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ეს ძალიან კარგია, ყოველთვის იძლევა იმ შედეგს, რაც დღეს ვნახეთ. მადლობა დიდი ყველა თქვენთაგანს. რაც შეეხება მაყურებლის არჩევანს, მე ვფიქრობ, რომ
კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ მაყურებელი არის ბრძენი. მე ვიტყოდი რომ მან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჩემი თვალთახედვით გილოცავთ თამარ. რა შეეხება ჩვენს არჩევანს, ჩვენი არჩევანი არის შემდეგი. ნახევარფინალიდან ფინალში გადადის სოფლიო მასშტაბის კაცი სტანტერ 13. სტანტერ 13! He lots out. Congratulations. მოკლედ ეს ორი ადამიანი სტანტერ 13 და თალბატონი თამარი უკვე ფინალში არიან. და ეხლა ერთ ადამიანს მიეცემა შანსი რომ მოხვდეს ფინალში. ამიტომ გადავიდეთ ნიკასთან, საგას ოთახში და მოусმინოთ ნიკას. ვანიკო მე ვულოცავ ფინალისტებს, ვინც მოხვდნენ ფინალში და შეგახსენებთ რომ გარდა ამისა იმ კონკურსანტებს შორის, ვინც ვერ მოხვდნენ ფინალში, ერთ-ერთს აიშევს საგა, როგორც ამას ყოველ კვირას აკეთებს და ამ 4-ეულიდან მათ ექნებათ შანსი 4 კონკურსანტს, რომ საგას ოფიციალურ Facebook გვერდზე, რაც შეიძლება მეტი ხმა დააგროვონ და ის კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, დამატებით იქნება ფინალისტი. საგას რჩეული. ახლა გავიგოთ დღეს ვინ გახდა საგას რჩეული. და დღეს საგას რჩეულია პარაორკესტრი. პარაორკესტრი იმსახურებს შანსს რომ მოხვდეს ფინალში. პარაორკესტრმა მიიღო დამატებითი შანსი რომ მოხვდეს ფინალში. გავადოთ თამარს და სტანტერ 13 უკვე იხილავთ ფინალში. გადავთ ალბათ რა ემოციები აქვს ბავშვებს ძალიანად დარბაზში. ჩვენი ფინალისტების ნახვა უკვე შეგიძლიათ და მათი შტაბის მოსმენა შეგიძლიათ აჭარა.net ინტერნეტის ოთახში, რაც დაგდებათ ლევან მასწავლებელი შოუს დამთავრებისთანავე. შემდეგ ორშაბათს უკვე მეოთხე ნახევარფინალით შევხვდებით და გავიგებთ თუ ვინ იქნება ბოლო ორი ფინალისტი. ნიჭიერის შემდეგ ორშაბათს უფრო გრანდიოზული შოუთი დაბრუნდება. დროები! დროები! შემდეგ ორშაბათს ნიჭიერის ბოლო ნახევარფინალი. პატარა მარიამ ურუშაძე. რინავი წყვილი. წყალზე ხატვა. როიალ არტი. და კიდევ სხვა თქვენთვის საყვარელი ნიჭიერები. ხალხი და მაყურებელი ბოლო ფინალისტებს აირჩევენ. არ გამოტოვოთ ნიჭიერის მეოთხე გადამწყვეტი ნახევარფინალი ფინალამდე.